ვაჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს დაფინანსებითა და ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით ჩატარდა სეზონური სკოლა ქართველოლოგია ციფრულ ეპოქაში. წლევანდელი სკოლა ეძღვნებოდა დიგიტალური ქართველოლოგიის მეთოდებს, ტექნოლოგიებს და რესურსებს და აბსოლუტურად ყველა საუკეთესო მოლოდის გადააჭარბა. საინტერესო მოხსენებლები ყავდა, ლექტორები მოწვეული, როგორც ქართველი, ისე უცხოელი, რესურსები ფაქტობრივად დაწყებული ქართული ენის სინთეზისა და ანალიზის პროგრამირებით წელს გაჩნდა ქართულ სივრცეში ფაქტობრივად იდეა დიგიტალური პალეოგრაფიის პროექტების შექმნის, ქართული ეროვნული კორპუსისა და ცალკე არსებული ანალიზისა და სინთეზის პროგრამის ინტეგრირების საკითხი, რაც რა თქმა უნდა იმ დიგიტალური რესურსების სრულყოფას გამოიწვევს, რაც უკვე არსებობს ქართველოლოგიაში. მოგეხსენებათ, დღეს ჩვენ ციფრულ ეპოქაში ვცხოვრობთ. ქართულ ფილოლოგიას კი საუკუნეების განმავლობაში საკმაოდ ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა აქვს დაგროვილი, რასაც რა თქმა უნდა ჩვენთვის სპეციალისტებისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, თუმცა იმისათვის რომ ჩვენ დროს აუწყოთ ფეხი, ეპოქას მივსდიოთ, აი უკვე დიგიტალური სივრცე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ჩვენი ქართველი ფილოლოგებისათვის. სეზონური სკოლის დასასრულს სტუდენტებმა მოვამზადეთ პრეზენტაციები. ჩემი საპრეზენტაციო თემა იყო დიგიტალური პალეოგრაფიის პერსპექტივები საქართველოში. საინტერესო იქნება ქართულ ხელნაწერებზე მუშაობა დიგიტალური მეთოდების მეშვეობით. ანუ პალეოგრაფიული ამოცანები ჩვენ დიგიტალური მეთოდებით რომ ავახსნათ. როდესაც 2012 წელს ვიწყებდით საზაფხულო სკოლის კონცეფციაზე მუშაობას, მაშინ ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი, რომ ეს სკოლა ამხელა მასშტაბს მიიღებდა, მაშინ უბრალოდ გვინდოდა ჩვენი გამოცდილება, რომელიც ფრანკფურტის უნივერსიტეტში დავაგროვეთ, საქართველოშიც ჩამოგვეტანა უპირველეს ყოვლისა გულისხმობდით ჩვენს კოლეგებს, მაგრამ გადავწყვეტეთ, რომ არა მხოლოდ ჩვენი კოლეგებისთვის მიგვეწვდინა კვლევის თანამედროვე მეთოდები, არამედ ახალგაზრდა და განსაკუთრებით ახალგაზრდა თაობისათვის, იმიტომ რომ ეს სწორედ 21 საუკუნის თაობაა და წარმოუდგენელია დღეს კვლევა დიგიტალური მეთოდების გარეშე. წელს მე-13-ით ჩავატარეთ საზაფხულო სკოლა და ვფიქრობ, რომ ყველაზე პროდუქტიული ალბათ წლევანდელი სკოლა იყო. წელს იყო პირველი წელი, როდესაც ჩვენს გვერდით, ლექტორების გვერდით იდგნენ ახალგაზრდა, ასე ვთქვათ, ლექტორები, რომლებიც ჩვენ საზაფხულო სკოლაში გაიზარდნენ და ეს იყო ჩემთვის ყველაზე დიდი შედეგი, რომელიც დაიდო.